მეგობრებო, საშინელება მოხდა, აი კატასტროფა, ვიღებ მეოთხე კვირის vlogs და დღეს უნდა ყოფილიყო მეხუთე დღე და აბსოლუტურად ყველა ვიდეო რაც გადავიდა 4 დღის განმავლობაში წამეშალა. ამ კითხოთ როგორ? ის რო გავაკეთოთ. კითხოთ. არ ვიცოდი საერთოდ დაფორმატება რას ნიშნავდა ხა? ხო. და თურმე დაფორმატება წარსულს ნიშნავს და წავშალე ყველაფერი აბსოლუტურად. აი არ ვიცი, ღამე ავიღე კამერა, რომ რაღაც სეტინგების გასწორება მინდოდა. რაღაცა მინდოდა, რომ აი უკეთესად გადაიღო ჩემ კამერას და მიფიქრე, რომ დრო მაქვს თქო და ჩაუჯდები თქო და ისე ჩაუჯექი, რომ შეიძლება დავიმართე. დილიდან ვიყავი ორ სერვის ცენტრში, აუ ამასთან მიხელველდებოდი და აქ გაჩერდა. ორ სერვის ცენტრში ვიყავი დილიდან და ბოლო სერვის ცენტრში, სადაც ვიყავი 2 საათნახევარი ველოდებოდი, ხო? 2 საათნახევარი ველოდებოდი დიაგნოსტიკას და დიაგნოსტიკა ნახა, რომ ამ ფაილების აღდგენა შეუძლებელია. ძალიან ბევრი რაღაც მქონდა გადაღებული, საინტერესო, მაგრამ არა უშავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ბევრად უფრო კარგი რაღაცები უნდა გადავიღო. ამასობაში ჩემი დამრევლოდება ზუსტად საათნახევარია, რომ რამე საჭმელს მივუტანთ და აი მე არ მოპატიეთ, სამეჩქარება. აი საქართველოში საუკეთესო ლობიანი, თუ იმეს გაინტერესებთ, ეს არის გურმანია მერდინი, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველაზე. ალბათ ეს არის, რა ქვია, აი უნიაშვილის ლობიანის მსგავსი არის რა, მე არ მიყვარს კერიას ლობიანი, იმიტომ რომ რაღაცა ის შებოლილი რაღაცებიც არ მიყვარს და ისედაც აი ძალიან მშრალი და რაღაცნაირი არის და ეს არის აი გემრიელესი. ეგ უნდა წავიღოთ ჩემდას და კიდე რა დამაბარა იცი? ნიკორა შევიყიდებაო სენდვიჩები მზაო და ეგ მინდაო. იმენა ეგ მზა სენდვიჩი, ყურას მზა სენდვიჩი. ანუ შოქში ვარ, არ ვიცი, მეთქი რა ლობიანი მოვაქვს თქო და არაო. ღმერთო, რაც 400-ზე ვარ და როგორ ვიმხნევებ თავს, კარგი. კიდე რა მოხდა დღეს ძალიან კარგი. ხო, დღეს ფრჩხილები გავიკეთე, ვერ გაყურებინეთ, იმიტომ რომ კამერის გადაღება არ შემეძლო, სანამ დიაგნოსტიკას არ გავუკეთებდით და კიდე რა მოხდა დღეს? კიდე რა მოხდა? ჩემმა თანამშრომელმა, რომელიც 2 თვის წინ ავიყვანე სამსახურში. ოღონდ როგორ ავიყვანე, იცით, LinkedIn-ზე მომწერა, რომ რამეო ვაკანსია ხო არ არისო და ზუსტად იმ დროს მქონდა ვაკანსია და ეგრე ავიყვანეთ, მითხრა რომ რაღაც საჩუქარი უნდა გამოგიგზავნო მადლიერების ნიშნადო და მივიღე საფრთხო პარკი მომეწოდა. მივიღე ბლუ ტაბლას ულამაზესი შარფი საჩუქრად. შარფი დაჭვინო? ვაჩვენოთ კი. აი ძალიან დახვეწილი. მანქანას ატარებს თან. დიზაინი აქვს. ულამაზესი შარფი. ჰაი, ჩემ მეგობარმა იყიდა ახალი კამერა Insta 360, რომელსაც ეხლა დაუმაგრებს თხილამურს. ეს არის ცოტა action კამერა. მოძრაობაში.
ბევრი საქმე მქონდა. კარგად ვერ მოვიცარე ვლოგისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე. დავგეგმე ხვალინდელი აქტივობები, მოვიფიქრე Secret Santa-ს რა უნდა ვაჩუქო. ეხლა მოვიდივარ სპექტაკლზე, ზაფხულის ღამის სიზმარზე. სამფლობნის თეატრში და იქით რომ გამოვალ თუ კიდე იქნება მოლები ღია, სავარაუდოდ წავალ რაღაცების საყიდლად. კონცეპტის აქციით მინდა რომ ვისარგებლო და ხოლ გვაქვს სამსახურში Secret Santa-ს გადაცემა. ჩემი უფროსი ამა მივიდა ჩემი დირექტორი, რა ვიცი თქვენ მაქვს თუ არა და რა მინდა შევურჩიო. ასევე მინდა რომ ცოტა პრესა ჩუქრადაც რაღაც მინდა რომ დამეტო, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, ამიტომ ხვალ დილით შეიძლება რამე ამის გაკეთება მოვიფიქრო. რაც შეეხება ხვალინდელ აქტივობას, მოკლედ რაღაცა ისინი გვაქვს warm up აქტივობები სანამ საჩუქრებს გადავცემთ და ამ საჩუქრების გადაცემის მერე მოვიფიქრეთ, რომ რაღაც მიმები და ტიკტოკები უნდა გავაკეთოს თითოეულ თანამშრომელზე და სურპრიზად გამოვაცნობინოთ ერთმანეთი. ამიტომ რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებული მაქვს და უკვე ძალიან სასაცილოა, მაგრამ აი ბოლომდე მოკლედ რა გავაკეთებ, ერთ-ერთ რაღაცას შევახედებთ, ძალიან გაიქნება გავერთობით. და დღეს კიდევ რა გეგმა მაქვს, ხო, ვიდეოს უნდა გადავხედოთ კიდევ ერთხელ, მესამე კვირის ვლოგი იდება. რაღაცები დავხვეწეთ უფრო მეტად, მესამე კვირაში ძალიან ბევრი კარგი რეკომენდაცია მივიღე ჩემი მეგობრებისგან და let's see, აღარ ვდარდობ რომ წინა კვირის მთლიანი მასალა წამიშალა, ძალიან ბევრი ვიტირე, მაგრამ ნუ ეხლა აღარ ვდარდობ, იმიტომ რომ ალბათ ეგრე იყო საჭირო. და ეხლა გამომივარო Secret Santa-ს unboxing-იც გადავიღო და შაბათ კვირის ვიკენდით შევიყვანო ამ ვლოგში. მიკროფონი არ მაქვს, ამიტომ ბევრს არ გესაუბრებით. წავედით ეხლა სპექტაკლზე და მოგიყვებით იქედან როგორი ემოციებით გამოვალ. გიჟდები თეატრზე, ძალიან მიყვარს, ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა, დავდიოდი თეატრალურში, მაგრამ დედაჩემმა გამომიყვანა, იმიტომ რომ ვერ ვასწრებდი მეცადინეობას და რაღაცნაირად სულ მაქვს ჩარჩენილი, რომ აი ჩემგან ძალიან კაი მსახიობი დადგებოდა, მაგრამ არა უშავს კორპორატიულ სამყაროშიც ბედნიერად გრძნობ თავს და პრინციპში მსახიობობაც არასდროს არ არის გვიან. თქმა უნდა, ხუმრობ არ ვაპირებ. მაგრამ მოკლედ ჩემი ერთ-ერთი dream პროფესია იყო მსახიობობა. არ ვიცი, მსახიობობაზე სამთეატრალურში ჩამებარებინა როგორი კარიერა მექნებოდა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეხლა ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ. See you. Hi, პარასკევი დღე არის გუშინ სპექტაკლის მერე ვეღარ ჩავწერე ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან მეჩქარებოდა და უბრალოდ კამერის ამოღების დროც არ მქონდა. სპექტაკლი გაგრძელდა 3 საათნახევარი. დოის სპექტაკლი იყო. დოი როგორც მახსოვს, სადღაც წასული იყო რომელიღაც ქვეყანაში და ეხლა როგორც მივხვდი, ერთ-ერთ თეატრში დადგა უბრალოდ სპექტაკლი, არ ვიცი საბოლოოდ დაბრუნდა თუ არა. და მოკლედ ეს პირველი დაბრუნების მერე პირველი სპექტაკლი იყო. ზაფხულის ღამის სიზმარი შექსპირის, რომელიც მე ორიგინალში ნანახი არ მქონდა. ადრე ვარ დოის მეფე ლირზე ნამყოფი და ვფიქრობ, რომ აი ორიგინალ მეფე ლირზე რო ყოფილიყავი, კიდე რო ვიყავი ნამყოფი, მაგიტო მივხვდი აი ამის მუღამს რა, აი ამ ახლებურად თანამედროვე დადგმულ მეფე ლირს. ხოლო რაც შეეხება ზაფხულის ღამის სიზმარს არ მქონდა ნანახი. ამიტომ აი პირველივე რო ესეთი განსხვავებული ვერსია ვნახე, ცოტა ჩემმა ტვინმა ვერ მიიღო. ასევე სპექტაკლი იყო აი უზომოდ დიდი ფანტაზიით გაკეთებული. მართლა აი ბავშვობიდან ვიცი რომ გენიოსია ეს კაცი, მაგრამ ანუ აი საოცრება იყო. ანუ ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ აი ხო უნდა დაგესიზმროს, ან ხო უნდა რაღაცა მოგაფიქრდეს რა, ძალიან რთული, აი უზომოდ დიდი ფანტაზია იყო, თუმცა სპექტაკლი იყო ძალიან დამღლელი, ანუ აი დავიღალეთ, მოვკვდით ემოციურად, ძალიან ბევრი განათება იყო, ძალიან ისეთი მძიმე
მუსიკის გადასვლები ძალიან ისეთი უხეში, თუმცა ხო, ნუ რაღაცა სათქმელი რაც ქონდა, ალბათ ესეთი ფორმით უნდა და რომ გამოეხატა. არ ვიცი, გირჩევთ რომ წახვიდეთ, იმიტომ რომ ზოგადად დოის სპექტაკლები, არ ვიცი, ფანტაზიის დიაპაზონს ძალიან განგივითარებთ. თუმცა მიდით ისე დასვენებულები, ენერგიით სავსე, იმიტომ რომ იქ მოგიწევთ ძალიან ბევრი ენერგიის დატოვება. იქიდან რომ გამოვიდი, იყო სადღაც 11 საათი, 11 საკლდო წუთები. და სითიმოლში უნდა წავსულიყავ, იმიტომ რომ რაღაცები მქონდა საყიდელი, კონცეპტის კეშბექისთვის მინდოდა რომ იმესწრო. და მივასწარი მოკლედ, მაგრამ არ გამაჩერებინეს პარკინგზე მანქანა და ძალიან შორიდან წვიმაში მომიწია სიარული, მეცვა გრძელი თეთრი ჯინსი, რომელიც ძირს ეხებოდა და ანუ ბოლოს მივხვდი რომ უნდა დამეკიდებინა, იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა, ხელსაც ვერ მოვკიდებდი რომ ამეკეცა, იმდენად საშინელება მიჭირდა და მოკლედ ეგრეთ ჭუჭყიანმა ვიარეს სითიმოლში. ვიყიდე, Secret Santa-ს საჩუქარიც ვიყიდე, რაღაც ზედა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდება და ჩაიცმევს ჩემი დირექტორი და ვნახოთ, ვინ იქნება ჩემი სანტა. ნაგავმა გადასაყრელი მანქანიდან და მოდი ახლა აქ მივაჩერებ მანქანას კარგად. წყალი დავიტოვოთ, რა იცი, რა ხდება, იმ დღეს ძალიან გამომადგა. სინჯავთ ლაბაძის ძმის ქაბაბს, ხო? აბა. რა ქვია ადგილს? ლაბაძის ქაბაბი. მართლა ეგრე ქვია? Let's see. აბა ნახოთ რა იქნება. ეს ხოლიანია. გავსინჯოთ. გემრიელია ძალიან. Best of the best. Bravo. თუ დაემატაბა ჩემი საჩუქარი სად არის? ანუ ვიღაცას მოუტანეს სასმელი და გახსნა დალია? ჰაი. რა უნდა მითხრა? ეხლა ჩავდივარ მერანში. მინდა რომ რაღაცები ვიყიდო ჩემთვის. დავათვალიერო და ერთი საჩუქრის ყიდვაც მინდა. მაკის ტუჩის ფანქარი მინდა რომ დავტესტო. რომელსაც დიდი ხანია თვალი დავადგი. Let's see. ამ კეტებზე საუბრობს ყველა, რომ არის უკომფორტულესი, მაგრამ აი ვერასოდეს ვერ ჩავიცნობ ჩემი აზრით, იმიტომ რომ საშინელი დიზაინები აქვს, ანუ კატასტროფა. ეს ON რაც არის ბრენდი. ნუ აი ბიჭისთვის კიდე არა უშავს. ბიჭის მოდელებში რაღაცა არის, მაგრამ აი გოგოსთვის ცოტა აი ეს ახლა ლამაზია. კაი ბრენდია, კომფორტულია, მესმის, მაგრამ მე ვერა. არა ეგ ძალიან ყავისფერია მგონი. აუდიო. ხო და ბურგუნდი მინდა. ბურგუნდი წერია მისთვის. აბა ისეთ სადეთ. ეს რაღაც იასამისფერი აქვს. ეს განახალ კიდე ფლა. არა ეგეც არა. აი ეს რა არის? Night moons. ეს არ გქონდა და როდის ნახეთ თქვენ? ახლა ჩამოვიდა. აი ხა ამას და იასამნისფერ შორის რა სხვაობაა? რომელი? მგონი აი ამას და იასამნისფერ შორის ეს ცოტა მუქია, ხო? ხო, ეს ცოტა აი ყავისფერი ქვეტყვით არის. ეს უშუალოდ რაღაცისფერი. მე მგონი იასამნისფერი მინდა. ეს ხორი განახოთ. იასამნისფერი. აი ეს. რამე აქცია გააქვს? ან ფასდაკლება სახალხო? არა. უკვე დაიწყო აქ 30. მე მგონი ეს მინდა. Okay. აი ეს. Cyber World ქვია მაგას. Okay. კაი იყოს ეს. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. მიყიდა ეს საჩუქრე პატარა ბოქსი ტუში და გლოსი არის. ძალიან კარგ შეთავაზებაში.
მოწონს რაღაცნაირი. აი მოიასამნისფრო. აი უკარგესი ფერია. Cyber World ქვია. ნომერი ან რამე არ აქვს. Anaru is third. Nugo and Madali. So the first gift card is yours and second one is yours. Thank you. ეხა ჩემი გავხსნათ. Open. რა არის როგორ მაინტერესებს? ძალიან. Okay, let's go to the kitchen. არის როზიგნოლის ალბათ სასრიალო ხელთათმანი. ვინ იყო? მე ძალიან საყვარელი ხელთათმანები. არ მქონდა სასრიალო ხელთათმანი, იცი? თავიდან საათია შაბათი ჩვენ გავიღვიძა ეს დავალაგე ეხლა მივიდივარ სითი მოვხსნა მყავს მანქანა იმიტომ რომ გუშინ დავტოვე სამსახურში და წავიდეთ ავტობუსით იმიტომ რომ სითი მოვთან ხდება საოცრება ერთ გავაჩერებდი მანქანას საშნელი საცობია და იქნებ ავტობუსით უფრო მალე მივიდეთ თამარაშვილის ბასლაინის წყალობით let's see მოვედი ეხლა შევიდა პირველ რიგში ელიტში რაღაცები ჩამოვწერე რაც მჭირდება მაგრამ სანამ ყველაფერს ნახავ იქამდე ჯერ უნდა მივიდე მტვერსა სრუტის სანახავად საჩუქრად ვყიდულობ და ვნახოთ თუ აქვთ ის რაც მე მინდა წავიდეთ უკვე საჩუქრების დასათვალიერებლად რომელიც უნდა შევარჩიო ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ჩემთვის მინდა ასევე აფთიაქში რაღაცები და იმასაც დაგათვალიერებინებთ ვიყიდეთ ესვე არის ჰიალურონის ნაკრები კოლაგენიც მინდოდა მაგრამ არ გქონდათ და სხვა პერსპეში მომიწევს წასვლა შემდეგი არის GPC
მოვიარეთ რაღაც მაღაზიები, უკვე ჩემ მეგობარი ჩემომიერცდა და ეხლა დავსხადით მაკდონალდსში და პატარა ჰინთი უნდა გითხრათ მაკდონალდსზე. მე ვჭამ ერთ მაგ ჩიზბურგერს ყოველთვის და ჩემო მეგობარმა მას სწავლა, რომ ორ მაგი კეჩუპი და ორ მაგი მჟავე კიტრი ძალიან მაგრა უხდება ბურგერს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მანქანაში ჭამთ და ცალკე კეჩუპის შეკვეთა არ გინდათ და თავისუფალი ხელი არ გაქვთ, რომ ფრი და კეჩუპი ერთად ჭამოთ, ყველაზე კარგია და მოკლედ ცადეთ ჩემი ხათრით. ორ მაგი მჟავე კიტრი და ორ მაგი კეჩუპიანი ნებისმიერი ბურგერი. ეხლა ჭამთ და მე გავაგრძელებთ შოპინგს. ყველაზე საცოდავი ადამიანი ვარ მაკდონალდსში, იმიტომ რომ დაახლოებით 1 წელი არის კოკა-კოლას არ ვსვამ და მაკდონალდს ვაყოლებ წყალს. და მინდა იცოდეთ, რომ თითქმის ნახევარი ფასი აქვს და ნახევარი გემო აქვს მაკდონალდს კოკა-კოლის გარეშე. მაგრამ რა ვქნა, სულ არ ჭამას, მირჩევნია რომ ესე ვჭამო. კოკა-კოლა ყოფილა, აი ყველაფერი საერთოდ და ას ვიზამთ. სამაგეროთ ჯამთელი ვიქნებით. ჯამთელი ჩიზბურგერიც და ჯამთელი ფრიტი. ეს სათამაშოები, რომლებიც ჩვენს ნაზრის ხეს მე მგონი მოუხდება და ეს იყო ულამაზესი, მაგრამ ერთი ცალი არის დარჩენილი და აი ესეთიც ულამაზესია და ესეც ერთი იყო. ლეთ ეს 4 შევარჩი. კვირა დღე არის, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, თამაშა რაღაცეების საყიდელი გუშინ ავერში მინდა და გავლა, მიუხედავად იმისა, რომ 11 საათამდე მუშაობდნენ. 11:30-ზე მივიდა დაკეტილი იყო და ეხლა თავიდან უნდა მივიდე. უმბერტო ჯანინის თმის ტიკის ყიდვა მინდა. თმის გადაწევის დროს და ასე ჩოთქის ავარძლის ყიდვა მინდა. მე რა უნდა წავიდე, ეხლა თან ფეხით დავდივარ. ფეხით უნდა მივიდე ჩემს სამსახურამდე, რომ მანქანა წამოვიყვანო. და ძალიან დიდი ხანი არ მივარჯიშე და ბარემ ამ მანძილს გამოვიყენებ. მე რა უნდა წავიდე ჩემს მიშულთან და მივუტანო საახალწლო საჩუქრები და კიდევ გზაში გამახსენდა. ეხლა მე ვხმარობ ავენის თვალის კრემს, თუმცა არ მომწონს ძალიან, რომ აპლიკატორიდან თითზე უნდა დავისხა და თითით ვისმევ და მინდა რომ ლიერაკის აპლიკატორიანი თვალის კრემი ვიყიდო, რომ თვალის მასაჟები თვითონ კრემის ბურთულით გავაკეთო.ეთ გეტყვით რა შევიძლია. გქონდათ ამავერში არაფერი და ახლა მივემართები სხვა აფთიაქებისკენ. გუშინ ღამ დავიწყე სახის ახალი რუტინა, რომელიც ძალიან მომეწონა, ანუ აქამდე არასდროს არ ვიყენებდი სერუმებს, ესენციებს, მხოლოდ ვიტენიანებდი სახეს და თვალის არეს. არ მახსოვს გითხარით, თორე მე მაქვს hooded eye, ანუ ძალიან ესეთი ხუთთო მაქვს. შერავით მოცულობითი. აი, აქ და ძალიან ძლიერი დატენიანება ჭირდება და კარგი მოვლა იმისთვის, რომ უფრო დიდხანს არ დამჭირდეს რაიმე ესთეტიური პროცედურების გაკეთება. ხო და ამიტომ ძალიან ვუვლი. ხო და ეხლა დავიწყე ეს არის ჰიალურონის ნაკრები და ასევე დავიწყე მაჩუქეს მიზანის 7 პეპტიდი, რომელიც ასევე საოცრება არის. გუშინ ღამით ჩავიტარე ეს პროცედურა და ეს რუტინა და მოკლედ ძალიან კარგი შედეგი მაქვს. ბზინვარე სახით გავიღვიძე და ახლაც იგივე ჩავიტარე და რაც მაკიაჟის გაკეთება დამენანა, იმიტომ რომ მინდა რა ჯერ კარგად დავაკვირდე, როგორი სახის სტრუქტურა მექნება. აუ ძალიან ცივა და ვერ მოვიხსნი ამას, მოკლედ მელიქიშვილზე ვიპოვე ჩარჯერი დამტენი 35 ლარიანი და თუ ვინმე დამემტკიცებთ, რომ ეს თქვენია, დაგიბრუნებთ.
მეცადები ვინც იყიდა და ვისინც ვერ გამოიყენებს და fast charger-ი არის რაღაცა კარგი. ყლეც დამიკავშირდით. არ დავტოვებ აქ, იმიტომ რომ იქნებ 2 წუთი დაველოდო და მოbrunდეს, აბა. იმიტომ რომ პარკიდან არ ამოვარდებოდა და აბა იქნებ ხელში ეჭირა და მიხვდეს რომ დაუვარდა. დაველოდოთ 3 წუთი თუ არა და რა უყოთ. I found the guy whose this charger was. Yeah, I found it here. You know, this morning I had to go all the way to the train station. Yeah. Because last night I stayed in the hotel and I forgot the. Where are you from? Italia? Yes, I'm Italian. Great. Good luck. Happy New Year. Yeah, you too. Bye bye. That's all. Don't we go have a drink? No. I'm going to shopping mall. Bye bye. Thank you. Bye bye. Thank you again. Thank you. No, ძალიან კაია. Всё, ერთი ადამიანს ვაჩუქე, უკვე საჩუქარი. Всё. Next. წავიდა. Press. აუ პიკანტური იტალიური მინდა 2 ცალიო პატარა, ანუ 1 გააკეთეთ და მე გავყავთ და ინგრედიენტებსაც გეტყვით პატარა. პური იყოს აი ორეგანოთი რომელიც არის. ფრის მოიტანს ახლა. დაველოდო. მალე მოიტანს ხო? ნახე ხერებს ჩადებს. ილაპარაკე რაც გინდა. მე და ემაში ილაპარაკე. ნახე მიკროფონი არის ეს პატარა. გავმართი დაიჭირე. ბებო მიმდენი რა? Beba მიმდენ მასინა მოვასებ წამს მოო. მე გონი თვითონ სენსინდა და რევამ გაბრუო. როგესენ ნია ბებიკო. მაგას ვასწავლეთ სკოლასა. და სენსინა მისთვის მე თვითონ სეტამბუას. ანა ეგ რად გინდა? ეხა იმ ფუჩუნავასო. და გური გავიტანე. ხოი მაქვს დავტოვეთ კუთხეები. ჩემი სიყვარული ვინ არის? რომელი ხება? ხედე სართულზე. რა თამაშობდით იქ? ელექტრონიკში და მოდელზე შევაჩერეთ არჩევანი, საკმაოდ კარგია, მძლავრია. ავუცოთ მანქანა, იმიტომ რომ დაახლოებით 3 კვირა არ გამირეცხავს და ახალ წელს შევხვდეთ სუფთა მანქანით. ანუ ის თვინზე ვარ შოკირებული, ანუ წარმოდგენა არ მქონდა. იყო წარმოდგენა არ მქონდა რომ ამდენი მაღაზია იყო და ისეთი კარგი იყო. მოკლედ აი ბავშვის გართობა ვისაც გინდათ და თან შოპინგი და თან ის ტექნიკის მაღაზია ყველაფერი იყო აბსოლუტურად უდიდესი პარკინგი იყო და აი არის თუ იქით მოხვდებით და გეკნებათ რაიმე საყიდელი შეიარეთ, აი ყველაფერი არის აბსოლუტურად.
მგონი всё დავალოგი ჩანთით გადავალ ის 5 არა უშავს Hi, ოშაბათი დღე არის. გამოვედი ახლა სახლიდან, მივდივარ სამსახურში, იმიტომ რომ დღეს სამსახურიდან მივდივართ სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად. ვისაც საშუალება ჰქონდა ფული და ვისაც საშუალება ჰქონდა რაღაც ნივთები, ტანსაცმელები, სათამაშოები მოგვიტანა და უნდა წავიღოთ. ასევე რაღაცები უნდა ვიყიდოთ, რაც დაგვაბარეს იმ ადგილიდან, სადაც რაღაც გარკვეული საჭიროებები აქვთ ბავშვებს და ერთად წავიდეთ. დილით. შედარებით გვიან გავიღვიძე, რადგან ვიცოდი, რომ არ მუშაობდი დილიდანვე. შედარებით ლაითი პერიოდი გვაქვს სამსახურშიც, ნაკლებად აქტიური საქმე, რაც წინა საახალწლო პერიოდში ნამდვილად ძალიან სასიამოვნო არის. გუშინდელი დღე საკმაოდ გაიწელა, იმიტომ რომ ბევრ ადგილას ვიყავი და ეხლა ერთიანად გამიჭირდება ჩამოთვლა. რები ვიყიდე და მე ერთად უკვე შედეგებსაც რო დავინახავ გარკვეული პროდუქტების, რაც მომეწონება და არ მომეწონება, იმასაც გაგიზიარებ. და რაც შეეხება ჩემს ვარჯიშს, ეს კვირა არ მივარჯიშია, საკმაოდ ცივა. და რაღაცნაირად ვერც ერთხელ ვერ გავიღვიძე ისე, რომ კომფორტული დრო მქონოდა სიარულისთვის. მაგრამ ერთი რასაც მივხვდი არის ის, რომ ორგანიზმი სიარულს მთხოვს. ძალიან მიჭირს ვარჯიში, ჯიმში ან სირბილი. ნუ სირბილისთვის როგორც აღმოჩნდა, მომზადება ჭირდება ადამიანს და პირდაპირ ესე გაქცევა არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან სტრესული არის შენი ორგანიზმისთვის, მუხლებისთვის და შეიძლება რომ პირიქით რაიმე ტრავმა მიიღო, ამიტომ მოდი სიარულს დავჯერდები. და შევპირდები ჩემს თავს, რომ კვირაში მინიმუმ 3 დღე ვივლი 10,000 ნაბიჯს. ეს იქნება ჩემი ახალი გამოწვევა. ასევე დღეს დილით გამოვიწერე ბოტასები სალომონის, გაჩვენებთ რომელი მოდელიც გამოვიწერე. ძალიან მინდოდა რომ ფერადი გამომეწერა და მით უმეტეს რომ შევპირდი ჩემ თავს, რომ გარდერობს გავაფერადებდი, მაგრამ აი ისე მომეწონა ერთი შავი მოდელი, ისე მომეწონა რომ გავგიჟდი და ამიტომ ეგეთ შავი გამოვწერე. ეს ბოტასი არის ჰაიკინგისთვის და სასიარულოდაც ძალიან გამომადგება ვაკის პარკში, მაგრამ ნუ ხო, სარბენი იმიტომ არ გამოვწერე, რომ ფიზიკურად ვერც დავრბივარ და ჯიმშიც ისეთ ვარჯიშებს ვაკეთებ, რომ ამ ბოტასითაც ჩვეულებრივად შევძლებ. ეს არის და ეს დღეს დილით დავტესტე უმბერტო ჯანინის სტიკი რო გითხარით, მოკლედ გუშინ. აი, პროსტა რანაირი ვერ მე ვარ ცოტა ისეთი ფიზიკურად მიყვარს ყველაფრის გაკეთება, ან ფიზიკურად მაღაზიაში მისვლა და მოსინჯვა და ზოგადად გამოწერების მომხრე არ ვარ. მომხრე რა, არ მეკომფორტულება, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე მივხვდი, რომ ძალიან დიდი სხვაობა არის საქართველოში და უცხოურ ფასებთან, საქართველოსა და უცხოურ ფასებს შორის და ამიტომ ნელ-ნელა ვაჩვევ ჩემ თავს, თუმცა მაინც მიჭირს, აი დღეს დილითაც რო ვიწერდი რაღაცას, აი 45 წუთი დამჭირდა რომ გამომეწერე ჩემი კეტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვკითხულობ, მე რივიუებს ვკითხულობ, მე გადავიფიქრებ უცბად გამოვალ გავთიშავ და მივხვდი რომ აი ეხლა თუ არ გამოვიწერდი, ვერასდროს ვეღარ გამოვიწერდი ამ კეტს და მოკლედ რაღაცნაირად ჩემს თავს დავაძალებ და გამოვწერე, მაგრამ ხო და ეხლა აფთიაქს რას გაყვეთ, სამავერსში მივედი და მაინც ვერ მივხვდი რომ უნდა შევსულიყავი აპლიკაციაში და მენახა რომელ ფილიალში ქონდათ ეს და ბოლოს უკვე რომ დავიღალე და ნუ აი რომ სასოწარკვეთილი ვიყავ, რომ არც ერთში არ ქონდათ, დავსერჩე და აღმოჩნდა რომ ნუცუბიძის ფილიალში ქონდათ და ნუცუბიძის ფილიალში ვიყიდე. ანუ რატო ვარ ესეთი არა პრაგმატული, არ ვიცი, როცა რაღაცის ყიდვას ეხება საქმე, ასევე ფასდაკლებები. აი არასდროს არ ვიცი, სად რა ფასდაკლებები არის. მყავს ორი მეგობარი, რომელიც აი მუდმივად აზისავთ ფასდაკლებებს და ყველაფრის ბარათი აქვს და ყველაფრის кэшბექით სარგებლობენ და მე ყველაფრის ბარათი მაქვს. მაგრამ აი წინა დღეს ვიყიდი, როცა მეორე დღეს იწყება 30%-იანი ფასდაკლება. აი ის ვარ მაღაზიაში რო იგებს, უკვე რო სალოროსთან მიტანილი აქვს პროდუქტი, რომ ამ ნივცე ფასდაკლება არის. ანუ იმიტომ კი არ ყიდულობ რომ ფასდაკლება აქვს, უბრალოდ იმიტომ ყიდულობ რომ მინდა. და ეხლაც აი რომ ყიდულობდი რაღაც 10%-იანი დისკაუნტის
კოდი შემომთავაზო და ვფიქრობდი რომ აი ჩავწერო თუ არ ჩავა. აი რატო უნდა მისცეს სხვას ზედბეტი თუნდაც 10 ლარი, თუნდაც 20 ლარი, აი არ ვიცი, როცა არის ფასდაკლება და როცა საქართველოში ისედაც ყველაფერზე არის უდიდესი ფასები. აი Amazon-იდან რო კრემს იწერ 300%-ით მეტი ფასი არის საქართველოში, თბილისის აფთიაქში და მოდის უცბად Black Friday ან ახალი წელი და აი 20%-იან ფასდაკლებას უკეთებენ და მაინც ბევრად ზურად ყიდიან. აი საშინელება არის, მოკლედ ეს პირობაც უნდა მივცე ჩემს თავს 2026 წლიდან, რომ აუცილებლად დავაკვირდე ფასდაკლებებს და აი კიდე გუშინ რა გავაკეთე. ეს პლუს ქულების დაბადების დღე ხო არის 5 ივლისს. და ნუ ამ 5 ივლისის დაბადების დღე რომ პლუს ქულების დაბადების დღე რომ არასდროს არ მაქვს ეს პლუს ქულები და წინაზე აღმოჩნდა რომ რაღაცნაირად შემთხვევით ჩემ ქმარს ჰქონდა, ვიღაცას ჰქონდა და ყველასგან გადმოვერიცხა და ძალიან კარგი შეთავაზებით ვისარგებლე. და წელს ახლა გუშინ რა რაღაც ბევრი ტრანზაქცია მქონდა და ყველაფერი გადავიხადე ამ პლუს ბარათით რომ დამეგროვებინა. ნელ-ნელა მე მგონი რაღაცებს ვწავლობ. სანდრო გოგოხიას აქვს ახალი პოდკასტი, ვინც არიცით, ფიზკულტურა არის ჯანსაღი კვების ახალი ობიექტი, რომელსაც სანდრო გოგოხია უძღვება. სანდრო იყო წლების წინ ჩემი დირექტორი, როცა წრეში მუშაობდი და თავიდანვე სანდროს ძალიან სწორი მიდგომები ჰქონდა კვებასთან და ვარჯიშთან დაკავშირებით და გუშინ ვთქვი პოდკასტს თავის ცოლთან ერთად აქვს გაკეთებული, რომ ახალ წელს როგორ უნდა ვიკვებოთ. ხო და ძალიან საინტერესო რაღაც თქვა მოკლედ. ანუ ეს სუფრა რო გაიშლება. აი არ მიყვარს ოლივიე. აი არ მიყვარს, მაგრამ აი როდევს უნდა ვჭამო. არ მიყვარს კიდე რაღაც საჭმელები, მაგრამ როდევს უნდა ვჭამო. მარტო მიყვარს ნიგვზიანი ბადრიჯანი. ახალი წლის სუფრებიდან მარტო მიყვარს ბაჟე, საცივიც არ მიყვარს. გოზინაყი და всё. აი ჩურჩხელოც უკვე მღლის. ხო და წელს სანდრო გოგოხიას რეკომენდაციით გადავწყვიტე რომ მარტო იმ საჭმელებს მივეძალო, რომელიც ძალიან მიყვარს და აი გიჟივით ყველაფერი არ გავსინჯო. ეს არის ძალიან საინტერესო რეკომენდაცია, საინტერესო მიგნება. იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ახალ წელს გონია რომ რადგან ახალი წელია, მაინც მთელი სუფრა უნდა გადავჭამოთ და უბრალოდ მადლობა სანდრო ამ რჩევისთვის, იმიტომ რომ ფიქრობდი როგორ არის დამედანაშაულებინა ჩემი თავი მას შემდეგ რაც ახალი წლის პერიოდები გადაევლიდა და აუცილებლად მარტო იმ საჭმელებს შევჭამ, რაც მიყვარს და სხვა არაფერს არ მივეკარები. Promise. და მოკლედ ნახოთ როგორ გამომივა. Let's see. წავედით ახლა ნივთები უნდა გადავალოგოთ მანქანაში, რომ ერთი მანქანით წავიდეთ კომპაქტურად. ვედით სათამაშოების მაღაზიაში, ბურატინოში, სადაც უნდა ავარჩიოთ რაღაცაები, რასაც ჯგუფურად ითამაშებენ ბავშვები. როგორც გითხარით, ახლა მივიდივართ ბავშვებთან, ვინც არიან სოციალურად დაუცველები და ამ სივრცეში იკრიბებიან დღის განმავლობაში, რომ რაღაცა ყოფითი ხარჯები შეიმსუბუქონ სახლში. და გვინდა ისეთი ბორდ გეიმები ავარჩიოთ, რასაც გუნდურად ითამაშებენ და ძალიან გამოადგებათ. გავავსეთ მანქანა საჩუქრებით. ბოლო ვიყიდეთ ყველაფერი. ახლა წავალთ მისამართზე. ვიყავით უკვე, წამოვედით. უსაყვარლესი ბავშვები იყვნენ. ჩემი საყვარელი ბავშვი იყო ვიქტორი, პატარა რუსი ბავშვი იყო, ხო? რუსი. ხო, რუსი. და ძალიან საყვარელი იყო და მოკლედ გითხრათ, რომ ძალიან გვინდაო, რომ რაიმე გასვლითი ღონისძიება მოუწყოთ ამ ბავშვებს.
გაზაფხულზეო და ვაპირებთ რომ სადმე ექსკურსიაზე წავიყვანოთ ან დავაფინანსოთ რომ წაიყვანონ უსაყვარლესი ბავშვები იყვნენ და თქვენს გირჩევთ რომ დაეხმაროთ მათ თუ ვინმე საკონტაქტო დაგჭირდებათ გაგიზიარებთ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი არის ვისაც დახმარება ჭირდება რომ თუ კონკრეტული მონაცემები დაგჭირდებათ გეტყვით მოვიარო ლუტეციაში საჩუქრის ასარჩევად იმიტომ რომ ძალიან კარგი კეშბექი აქვს მოვედი ბოლო ადგილას პიქსელში, რომ ბავშვების საჩუქრების შესაფუთად ვიყიდო შესაფუთი ქაღალდები და ლენტები, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი მაქვს უკვე, მე მგონი აღარაფერი აღარ დარჩა. რისი ყიდვაც დამჭირდება. ეხლა უკვე დავიწყოთ საჭმელების სამზადისი. გოზინაყი დღეს გაკეთდა ჩვენთან. მე ძალიან მინდოდა ყურება, მაგრამ ვერ ვუყურე. ვერ ვისწავლე გოზინაყის კეთება, მაიმე ჩამეკეტა კარი. ჩადვიკითხოთ, მიპოვე. პირდაპირ პირველივე დავინახე. კიდე ულამაზესი პეტრენაძის ხეები ახატია და ოქროს ლენტი. ჰაი, მოკლედ გუშინდელი მტვერსასრუტის ამბავი უნდა მოგიყვეთ, აღმოჩნდა რომ რომელი მოდელით შევარჩია არ ქონდა ლედ განათება, რაღაცა მისკომუნიკაციის გამო გამორჩათ ეს დეტალი და გადავცვალეთ სხვა ბრენდის მტვერსასრუტში. ძალიან გამიკვირდა რომ უკვე გახსნილი და უკვე სტიკერები აძრობილი მტვერსასრუტი დაიბრუნეს და გამოგვიცვალეს, მაგრამ ნუ დიდი პატივისცემა ელიტს ჩემგან. ეხლა მოვახალ მტვერსასრუტი ერთად დავაწყოთ. ამ ვიდეოთი ვასრულებ მეოთხე კვირის ვლოგს და დღითი დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს პროცესი და მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს 38 გამომწერს და ვიდეოების ნახვისთვის თქვენ, იმიტომ რომ 250 view აქვს ჩემს ბოლო ვიდეოს, რაც ვფიქრობ, რომ დამწყები ვლოგერისთვის საკმაოდ კარგი რიცხვი. ეხლა გავაღებ კარებს და დავბრუნდები. გილოცავთ ყველას ახალ წელს.